Marketi auktsioni საუბრები, დისკუსიები და რაც მთავარია დღევანდელი დღის დაგვირგვინება იქნება მარში, სინათლის მარში ასე ერქმევა და გადაინაცვლებენ ეს ადამიანები, მათ შორის კრიტიკული და თავისუფალი მედიის მხარდამჭერები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზე. მანამდე კი ამ კამპანიასთან დაკავშირებით რომ გითხრათ, დღეს აქ არის შეკრებილი ყველა და შევიდეთ შეგვიძლია და სივრცეც დავათვალიეროთ ის ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ უნდა დაეხმარონ კრიტიკულ მედიას და სხვათა შორის სინათლე არ უნდა ჩაქრეს არის კამპანია, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანს, ვინც არის იმის მომხრე, რომ ფინანსური თვალსაზრისით დაუჭირონ მხარი ონლაინ მედიებს, რომლებიც ახლა არიან ძალიან დიდ საფრთხეში ფინანსური თვალსაზრისითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილური სიტუაცია და როგორც ხშირად გვიდესტურებენ ხოლმე ქართულმა ოცნებამ, ყველა სფეროში გაავრცელა საკუთარი საცეცები. ეს კამპანია არის ძალიან ხანგრძლივი. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ონლაინ მედიების მხარდამჭერად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ აქ QR კოდია, რომლის დასკანერების შემდეგაც შესაძლებელია, რომ მის თანხა, რომელიც დღევანდელი აუქციონის შემდეგ გადაირიცხება ერთ კონკრეტულ ანგარიშზე, შემდგომ უკვე მოხმარდება იმას, რომ იცოცხლოს ყველა იმ ონლაინ მედიამ, რომელიც ამ კამპანიაში არის ჩართული. თქვენ ხედავთ, რომ აქ არის საკმაოდ ხალხმრავლობა, ასევე გეტყვით იმასაც, რომ მოწყობილია სხვადასხვა ტიპის სივრცეები, აქ ყველას აქვს თავისი კონკრეტული სივრცე, სადაც გამოტანილი არის მათ შორის ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები, ასევე იმ ადამიანების ნამუშევრებიც, რომლებმაც გადაიღეს საპროტესტო აქციები. ჩვენ ახლა თუ კადრში კარგად აღიქმება, მინდა გაჩვენოთ სწორედ 2024 წლის ნოემბრისა და დეკემბრის აქციის ფოტოები. ამ ფორმით ყველას შეაქვს საკუთარი წვლილი იმაში, რომ დაიხმაროს ონლაინ მედიებს და როგორც პირდაპირ ისე გადატანითი მნიშვნელობით გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა არ ჩაქრეს სინათლე ის ბოლო სხივი სინათლის, რომელიც არის კრიტიკული მედიის სახით საქართველოში. და მათ შორის ჩვენი რესპონდენტებიც მუდმივად აქცენტირებენ იმაზე, რომ ქართული კრიტიკული მედია არის ერთადერთი გამოსავალი ამ პრობლემის წინაშე, რომლის წინაშეც ქართულმა ოცნებამ დააყენა სრულიად ქართული საზოგადოება, ამიტომ ყველას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ქართულ მედიას, რომელიც იბრძვის ყველაფრის მიუხედავად იმისთვის, რათა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს და მიიტანოს მართალი, რეალური და ობიექტური სიტყვა ყველასთან და ყველამდე. ეს არის სინათლე მედიის ღონისძიება, რომელიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიების მხარდასაჭერად იმართება. აქ არის სოლიდარობის სივრცე, ადამიანებმა დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერებმა მოიტანეს თავიანთი ნივთები და ტასაცვლის, წიგნების, პოსტერების, სამკაულების და აქსესუარებით ისინი, რომელსაც ყიდიან, ისინი ეხმარებიან დამოუკიდებელ მედიას. ასევე ისინი ვინც მოდიან და ყიდულობენ, ეს ქმნიან ამ დახმარების ძალიან მნიშვნელოვან ქსელს, ესე ვთქვათ. დღე დასრულდება სინათლის მარშით, ყველანი, რა თქმა უნდა, ტრადიციულად როგორც ვასრულებთ ხოლმე ყოველ დღეს, საპროტესტო დღით დავასრულებთ და ჩავალთ პარლამენტთან მარშით, რომელიც იქნება სინათლის მარში. პრობლემა, რომელიც დგას ონლაინ მედიების თვალსაზრისით და საერთოდ დამოუკიდებელი მედიების თვალსაზრისით, არ უკავშირდება მხოლოდ ამ კონკრეტული მედიების პრობლემას, თითოეული ჩვენგანის თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვან საკითხს გულისხმობს, ჩვენი ხმის მხარდაჭერას პირველ რიგში, პრობლემა რომ ძალიან რთულ დროში რომელშიც ვარ და შესაბამისად მეც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემი წვლილი შევიტანო, მოვაწყო ჩემი პატარა კუთხე და ვცდილობ, რომ ამ მონაწილეობით შევუერთდე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან და საგულისხმო პროექტს. სინათლე უნდა ჩაქრეს კამპანიის ფარგლებში, იმართება ფლიმარკეტი, ეს არის 22 ონლაინ მედიის საერთო კამპანია. გავერთიანდით იმისთვის, რომ პირველ რიგში ვთქვათ, რომ მედია რატომ არის საჭირო, რომ ჩვენს გარეშე მოკეთ სიმართლეს ხალხი ვერ გაიგებს, უნდა ვიარსებოთ და გვჭირდება ამისთვის ჩვენი მკითხველის და ავტორის მხარდაჭერა. ფოტოგრაფმა, მხატვარმა, ხელოვანმა თავის ნამუშევრები მოიტანეს უანგაროდ და ყიდიან იმისთვის, რომ ამ კამპანიას დაეხმარონ. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, არის შემოწირული, ანუ უსასყიდლოდ ეს ადამიანები, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია, საკუთარი ნივთები მოიტანეს აქ და მოაწყვეს სივრცეები, ამ ფორმით ეხმარებიან ონლაინ მედიას. როგორც უკვე გითხარით, არსებობს ერთი კონკრეტული ანგარიში სინათლე მედიისა და სინათლე არ უნდა ჩაქრეს კამპანიის ფარგლებში და ამ ერთ კონკრეტულ ანგარიშზე თანხის დარიცხვის შედეგად ეს არის ერთიანი ბაზა, რომელიც შემდგომ უკვე მოხმარდება ყველა იმ მედიას საშუალებას, რომელიც გაერთიანებულია აღნიშნულ კამპანიაში, როგორც უკვე გითხარით, ეს ეხება ონლაინ მედიებს.
თავისუფალ კრიტიკულ ონლაინ მედიებს. მე მინდა კიდევ ერთხელ გაჩვენოთ შიდა სივრცე და შემდგომ უკვე დაგათვალიერებინოთ ის თუ რა ხდება გარეთ და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას თუ რამდენად მრავალფეროვანი არის დღევანდელი საპროტესტო დღე. რა თქმა უნდა, აქ მყოფი ადამიანები, მათ შორის კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მასპინძლების როლში არიან დღეს აქ წარმოდგენილები, შემდგომ უკვე მხარდამჭერებთან ერთად გადაინაცვლებენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. მარშიც ჩვენ ახლა ვართ ქიქოძის ქუჩაზე და ასევე გეტყვით იმასაც, რომ ამის პარალელურად არის დაგეგმილი კიდევ ორი აქცია მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 18 საათზე შეიკრიბებიან სტუდენტები, ხოლო 19 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება აქცია. შემდგომ ორი აქციისა და მსვლელობის შეერთების წერტილი სწორედ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია იქნება და საბოლოო ჯამში ყველა გადაინაცვლებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც შემდგომ უკვე მარშით მოვლენ იმ გაერთიანებულ მსვლელობასა და აქციაზე, რომელიც იქნება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ასეთი მოცემულობა არის ახლა ეზოში, ყველა ერთიანდება კრიტიკული თავისუფალი მედიის გადარჩენისათვის და რა თქმა უნდა, აქ მყოფი ადამიანების მთავარი სათქმელი და ძირითადი პათოსი დღევანდელი დღისაც და ამ ღონისძიებისაც არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ახლა კრიტიკული მედიების მხარდაჭერა და მათ შორის იმ ონლაინ მედიების გვერდით დადგომა, რომლებიც ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან სხვათა შორის და ცდილობენ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ პროცესში.